ვიწყებთ ახლა საუბარს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარესთან და დამფუძნებელთან თინა ხიდაშელთან ის უფრო დეტალურად აგვიხსნის, რას ნიშნავს სანქციები შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტიდან და რას ნიშნავს, როცა ჩვენს ქვეყანაში თურმე არსებობს კომპანიები, რომელიც ეხმარება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს. ქალბატონ თინა, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერისთვის. ბოლოს თუ დაგვრჩება დრო, რამდენიმე წუთით მინდა გუშინდელ განცხადებებზე აუცილებლად, რა თქმა უნდა, ბევრი დრო გვაქვს გამოვხატე, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი კატასტროფა მოგვისმენია, მაგრამ მე მგონი გუშინ საკუთარ თავს აჯობეს. დიახ. ხო, რა შეეხება ამ საკითხს, ხო მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან საბოლოო ჯამში მაინც ერთმანეთთან რა თქმა უნდა დაკავშირებულია, ხომ? დამოუკიდებლად არაფერი ცალკე აღებულად არ ხდება და ერთმანეთთან კავშირში არის ყველა განცხადება, ყველა პოზიცია, რომლითაც ქართული ოცნება დღეს წარსდგება, როგორც ქართული ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. რაღაცნაირად პოზა, რომელიც მათ დაიკავეს, თავისთავად განსაზღვრავს არ ვიცოდით, ქალბატონ თინა, არ ვიცოდით ამის შესახებ. ხო, რა თქმა უნდა, თეორიულად შეგვიძლია დავუშვათ, რომ არ იცოდნენ, ოღონდ პრობლემა არ იცოდნენშიც არის. ის რომ არ იცოდნენ, ეს არ ამართლებს მათ პრობლემას და არ ამსუბუქებს მათ დანაშაულს. მარტივად აგიხსნით რატომ. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში მომუშავე ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ჟურნალისტური გამოძიებით დაკავებული ადამიანები კონკრეტულ ფაქტებზე იწყებენ საუბარს, ამ გამოძიების შედეგებს აქვეყნებენ, კვლევები ქვეყნდება. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდეს სიამდვილეში რა ხდება, უფრო მეტი მოიკვლიოს, მათ მეტ ინფორმაციაზე აქვთ ხოცლომა, ვიდრე ჩვენ, უფრო მეტი გაარკვიოს, პასუხისმგებელი პირები გამოკვეთოს. ამის ნაცვლად ისინი გამოძიებას წინააღმდეგ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთადერთი ამოცანა გვაქვს. დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი ყველასგან, ვინც მას ვნებს, ვინც ზიანს აყენებს და ვინც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც მოქმედებს აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის წინააღმდეგ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოქმედებს იმ ამოცანისთვის, რომ წაართვას ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული მომავალი, ცივილიზებულ სამყაროში წევრობის შესაძლებლობა, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, ნებისმიერი ესეთი ადამიანი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელიც ირანიდან ნავთობის შემოტანით და შემდეგ მისი სადღაცას გაყიდვით არის დაკავებული და ამითი ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში. კონკრეტული თანამდებობის პირი, ჩინოვნიკი, რომელიც მაგალითად ლუკოილთან აფორმებს ხელშეკრულებას ნავთობპროდუქტების მოწოდებაზე და კაცი, რომელიც თავის პრემიერ-მინისტრს ეძახის. ან ადამიანები, რომლებიც პროკურატურაში სუჩის ხედან და დაკავებულები არიან აიმითი, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ ეკრანზე, ხო, ყოველ დღე დილა, შუადღე, საღამოს, ყოველ დღე ახალ-ახალი ამბავია, ვეღარ ვეწევით უკვე, ვიღაცას Facebook-ზე სტატუსის გამო დაძდებენ, ვიღაცას ტიტუშკები როსცემენ, მერე იმათ წინააღმდეგ ზრუნავენ საქმეს, როგორ გაუბედეს ტიტუშკას ხელი შეუბრუნეს. ნაცვლად იმისა, რომ სინამდვილეში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვით იყვნენ დაკავებული და ამიტომ ვერიციან, თუ მართლა არიციან, მართალიც რომ იყოს, მაინც მათ დანაშაულზე მეტყველებს. კი ბატონო, და მაშინ აი ახლა უკვე სხვანაირად შევატრიალებ კითხვას. თუ კომპანია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფუნქციონირებდა და როგორც სახაზინო დეპარტამენტმა გამოიკვლია, მილიონობით დოლარის გადარიცხვა ხდებოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთან, რომელიც ძალიან სერიოზული ორგანიზაციაა და ტერორისტული ორგანიზაციაა. თუ ეს არავინ არაფერი იცოდა, ახლა შეჩერდება ეს გადარიცხვა, გადმორიცხვები, ან რა რისკის მატარებელია თვითონ ქვეყნისთვის? როგორ შეიძლება სახელმწიფომ დააწეს და დაუმტკიცოს, თქვათ, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს, რომ ის არაფერ შუაში არ არის ახლა? არა, ეს შეუძლებელია, რას ნიშნავს არაფერ შუაში არ არის? თავისთავად იმის გამო, რომ
შენი ქვეყნის ტერიტორიაზე დღეს მაშინ როდესაც კარგით მოდი ესე ვთქვა ყველაფერი ხო სიტუაციურია არსებობს ამბები რომელიც შეიძლება არ იყოს ყურადღების მაღალ ინტერესში და ამის გამო რაღაცნაირად გამოგეპაროს და გვერდზე ჩაიაროს კი ხდება ესე მილიონი რამე ხდება ქვეყანაში სადაც 4 მილიონი კაცი ცხოვრობს 4 მილიონი ამბავი ვითარდება ყოველდღიურად და რაღაცა შეიძლება გამოგეპაროს ამაში არ არის პრობლემა მაგრამ არსებობს ამბები რომელიც დროის კონკრეტულ მომენტში დროის კონკრეტულ მონაკვეთში არის პრიორიტეტული და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ხო? და ეს კონკრეტული შემთხვევა ამ კონკრეტულ ორგანიზაციასთან რაიმე ტიპის კავშირი, ყველაზე ფულიც გადარიცხვა კი არა, ყველაზე მინიმალური შეხებაც კი დღეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური და ყველაზე უფრო პრობლემური საკითხი. ეს ანგარიში ხო აუცილებლად აღმოჩნდება ტრამპის მაგიდაზე. რა რეაქცია იქნება მას და როგორ შეიძლება დააზარალოს ამან საქართველო? ხო, ეს არავინ არ ვიცით იმ მაგიდაზე რომ რამე აღმოჩნდება, მე როგორი რეაქცია იქნება მის მიუღებს, ამიტომ მოდით ამაზე სპეკულაციას არ შევუდგები ახლა, მაგრამ ერთი კი ფაქტია, რომ დიახ, ყველა ესეთი მოვლენა, რა თქმა უნდა, აზიანებს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და ის რაც მოხდა სულ რამოდენიმე ხნის წინ, ხო? აი ამერიკასთან ვიზებთან და ამერიკაში დასასვლელ ვიზებთან დაკავშირებით ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს, რომ პატარა და უმნიშვნელო საკითხია, მაგრამ სინამდვილეში ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც ქვეყანას აქვს, ზუსტად ესეთ ამბებში ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი პრობლემების გაჩენაში გამოისახება ხოლმე პირველ რიგში. და ის რომ საქართველო აღარ არის ამერიკის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ამისი დადასტურება იყო ის რაც მოხდა ვიზებთან დაკავშირებით, რომ გადაგვაგდეს რაღაც სომალისთან და მსგავსი ტიპის ქვეყნების ჯგუფში. სრულიად სამარცხვენო კლასტერში აღმოჩნდით სახელმწიფოების, რომლებიც არათუ ამერიკის პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები არ არიან, არამედ ხანდახან მოწინააღმდეგებადაც კი განიხილება ხოლმე თეთრი სახლის მხრიდან. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რეპუტაციული პრობლემა, ჩვენი მომავლისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ჩვენ დიდი ხანი ამაზე ვსაუბრობთ, მე და თქვენც ბევრი გვისაუბრია ამაზე, რომ სინამდვილეში ყველაზე დიდი ზიანს, რომელსაც რომელიც შეუძლია ქართულმა ოცნებამ მიაყენოს ქართულ სახელმწიფოს, არის არა ის ყოველდღიური ამბები, რომელიც ხდება, ხო ვიღაცა დააპატიმრეს, ეს რა თქმა უნდა პიროვნული ტრაგედიებია და პიროვნული პრობლემა, ადამიანების ინდივიდუალური პრობლემებია, რომელიც საბოლოო ჯამში გამოისახება იმაში, რომ ქვეყანას ჩვეულებრივი ავტორიტარიზმი მეფობს, მაგრამ გრძელვადიანად თუ შევხედავთ, ხომ, ეს ყველაფერი სწრაფად მოგვარებადია ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად. მეორე დილითვე ხელისუფლება რომ შეიცვლება, ეს ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ ქართული ოცნება დღეს ისეთი ტიპის, ისეთი მასშტაბის, ისეთი ხასიათის ზიანს აყენებს საქართველოს, რომ ამას ძალიან გრძელვადიანი ეფექტი ექნება და ძალიან რთული იქნება, უკიდურესად რთული იქნება შემდეგი ხელისუფლებისთვის აქედან ამოსვლა და იმ ნიშნულთან დაბრუნება, სადაც ვიყავით თუნდაც 2022 წელს. მანამდე ამბებს რომ საერთოდ თავი დავალებოთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სადაც ვიყავით, აი იქ დაბრუნებისთვის, იმიტომ რომ თავარი დაიკარგა, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნდობა. ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ და ყოველ ჯერზე როდესაც საქართველოს საკითხი დადგება დღის წესრიგში, იმ ქვეყნების ჩვენ პარტნიორები რომ არიან, ჩემთვის და თქვენთვის ვინც პარტნიორები არიან, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, კანადისთვის, ავსტრალიისთვის, იაპონიისთვის, ანუ დემოკრატიებისთვის, მუდმივად იქნება ეს ეჭვი. ეს კითხვა, რომ ხვალ ხომ არ იქნება ისევ შემოbrunება. ხვალ ისევ ხომ არ გახდება საქართველოს პრობლემა ისეთი როგორიც იყო გუშინ. იმ ტიპის პრობლემა გააჩინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს, რომელიც ძალიან დიდი ხანი გაყობა საქართველოს როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს და ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ამ ვითარებაში. კაპიტან თინა, გისმენთ ახლა და კითხვას დავსვამ ასეთი მიმართულებით, თუ ეს ასეთი თვალსაჩინო და ნათელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის, როგორ ვფიქრობთ, ასეთივე გასაგებია ეს ქვეყნის შიგნით საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რასაც თქვენ ახლა ამბობთ? იცით, ჩემი აზრით, როგორ ფიქრობ თუ ასე დაიწყეთ კითხვა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად გასაგები უნდა იყოს, ვინც ნებისმიერი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომ ნებისმიერი ქართველი, საქართველოს პატრიოტი, რომელიც გუშინ ტელეეკრანიდან ისმენდა იმ ბოდვებს, რომელიც შემოგთავაზეს
ქართული ოცნების ლიდერებმა კრებსითად ყველამ ჯამში ერთად, რა ვიცი, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დიდ სიგიჟეს იტყოდა. როგორ შეიძლება რომ ამაზე არ კონდეს უკიდურესად მძიმე რეაქცია ნებისმიერს იმის მიუხედავად პოლიტიკურად სად არის არჩევნებზე ხმას ვისაძლევს რომელი პოლიტიკოსი მოწონს რომელი არ მოწონს აქ პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიული პრეფერენციების საკითხი არ იხილება ის რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არის ფუნდამენტურად დანგრევა საქართველოს სუვერენიტეტის იმ ნარჩენების, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და რომელზეც ჩამღაუჭებულები ვართ. ყველა განცხადება, რომელიც გუშინ საღამოდან მოყოლებული და დღეს კეთდებოდა მოსკოვში, ცხინვალში, არის საუკეთესო დადასტურება იმ პრობლემის, რომელსაც ირაკლი კობახიძე და აი ეს მოლაპარაკე თავები, ივანიშვილის მოლაპარაკე თავები ქმნიან საქართველოსთვის. აი რა იყო მაინც თქვენთვის განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი? როგორც თავდაცვის მინისტრის რამდენიმე წავიკითხე, მათ შორის ლავროვის განცხადებაც ვნახე, რა თქმა უნდა, მაგრამ ლავროვის განცხადებაზე კიდევ უფრო მძიმე იყო, უფრო დაბალი რეესტრის, უფრო დაბალი რანგის თანამდებობრივად ვამბობ, რა თქმა უნდა, ადამიანების განცხადებები, იმიტომ რომ ლავროვი გასაგებია, რაც არ უნდა თქვა თბილისში, ყოველთვის ისე ილაპარაკებს, როგორც ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ამ მასობრივად იწყებენ ამაზე იწყებენ საუბარს რაღაც მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მადლობას უხდიან ქართულ ოცნებას, როდესაც რაღაცა რიგითი გაზეთები, რიგითი მედია საშუალებები, რომელიც არ არის მაინც და მაინც ესე პირდაპირ Russia Today არ არის და Sputnik-ი არ არის, ანუ პირდაპირ კრემლის გასაგებია რომ რუსეთში თავისუფალი მედია ხე მაინც და მაინც არ არსებობს, მაგრამ იქაც ხომ არის რაღაცა გრადაცია და მეტნაკლებობა, მაგრამ აი ეს საერთოდ ერთმანეთს მიყოლებით, როცა იწყებენ რომ აი როგორც იქნა ქართველებს გონება გაეხსნათ, თვალები აეხილათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როგორც იქნა სიმართლე თქვა და რა თქმა უნდა ეს უნდა დავუფასოთ მას, ხო? ეს არის საუკეთესო ნათელი დადასტურებები და მაგალითები იმისი, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტიული ინტერესების, პარტიული კუთვნილების, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, როგორ შეიძლება ეს მოწონდეს საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, მაგრამ დავიწყე იმით, რომ თქვენ მკითხეთ თქო რომ მე რას ვფიქრობ. მე ესე ვფიქრობ, მაგრამ სამწუხაროდ აი მე შეხვალ სოციალურ ქსელში, შეხვალ Facebook-ზე და არ ვიცი, იქ რაღაცა სხვა საქართველოა, ისეთი საქართველოა, რომელსაც მე არ ვიცნობ, მე არ მყავს ესეთი ნაცნობები, არც ბავშვობაში მყოლია, არც სტუდენტობაში მყოლია, არც ამ ასაკში არ მყავს, რასაც მე იქ ხედავ, რასაც მე იქ ვკითხულობ, რაც მე იქ მესმის და ეს ადამიანები კი მინდა ხოლმე დავიჯერო ხანდახან რომ მართლა ყველა ტროლი და ბოტია, მაგრამ სინამდვილეში ხო ვიცით რომ ესე არ არის. სინამდვილეში ხო ვიცით რომ ყველა არ არის ტროლი და ბოტი. და რეალური ადამიანები არიან, რომლებიც აი ამ რაღაცა სიგიჟეებს იწონებენ, რაღაცა გულავენ, წარმატებებს უსურვებენ ამ გზაზე საკუთარ არჩეულ პოლიტიკოსებს. ხო, არ ვიცი. ნამდვილად არ მესმის, ვერასოდეს ვერ გავიგებ და იმედი მაქვს, რომ ის დღე არასდროს არ დადგება, როცა ამას გავიგებ, რომ როგორ შეიძლება ადამიანები ასე ფიქრობდნენ და ასე აზროვნებდნენ. ძალიან გეთანხმებით, ქაბატონ თინა. მე მინდა რამდენიმე საკითხი კიდევ განვიხილოთ, ეს არის ანაკლის სპორტის საკითხი, იცით ის მისი აშენების პასუხისმგებლობა ამდენ წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო თავის თავზე, ხელისუფლება, რომელიც აგერ ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაქთა მოძრაობას ვერ აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ ნაწილში, თავისუფალ ეკონომიკის ზონაში ამბობს, რომ ავაშენებთ ამ პორტსო, მაგრამ დაავიწროვა მისი მასშტაბები. ამაზეც მოგვიყევით თქვენ მეტი ინფორმაცია გექნებათ ამასთან დაკავშირებით და უფრო კარგად აგვიხსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. კი, როდესაც პირველად ეს განცხადება გაკეთდა ჩემმა ორგანიზაციამ საკმაოდ გრძელი წერილი გამოვაქვეყნეთ, სადაც დეტალურად პუნქტობრივად ჩამოვწერეთ ყველა ის პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით. თავისთავად დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ მე ხო იცით ყველა სიტყვაზე გვედავებიან. არ მოგვედავონ, ეს არ არის რაღაცა უცხო მოდელი და რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით არსებობენ პორტები სოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ცივილიზებულ დემოკრატიულ განვითარებულ სახელმწიფოებში, მაგრამ
პრობლემა, რომელიც წინაშეც ანაკლია დგას დღეს და რის გამოც ჩვენ ვერ ვიწონებთ ამ მოდელს და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეთანხმებით, არის მრავალპლანიანი და რამოდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა და უმთავრესად იმითი, რომ არ არსებობს ნდობა, რომ საერთოდ ეს პროცესი მაინც მივა რაიმე დასასრულამდე, ხო? იმდენჯერ დაიწყო და გაჩერდა, სადღაცამდე მივიდა, გაჩერდა, მივიდა კიდევ გაჩერდა. იმის შემდეგ, რაც ქართულ-ამერიკული კონსორციუმი გააძევეს ანაკლიიდან და ამერიკელი ინვესტორები გააძევეს, სამჯერ დაიწყო, სამჯერ გამოცხადდა რაღაცა სხვადასხვა ამბავი. ორჯერ ტენდერი და ეხლა მესამედ ეს რაღაც ახალ მოდელზე გადასვლა. ამიტომ მე გულწრფელად გეუბნებით, აბსოლუტურად გულწრფელად მჯერა ღმერთმა ქნას რომ ვწდებოდე, ამას ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვწდები, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი ამოცანა აქვს მიზნა ივანიშვილს, რომ ანაკლია არ უნდა აშენდეს. ეს არის პირველი. პირველი მიზეზი, რატოც არაფერი, რასაც ახლა რაგვარია ეს ეკონომიკის მინისტრი მარიამ რაგვარიც არის მოკლედ ის რაც არ უნდა მან თქვას და რამოდენიც არ უნდა ქრივიშვილი დიახ ბოდიშს ვიხდი მარიამ ქრივიშვილმა ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკოს ამას დამაჯერებლობა ვერ ექნება იმიტომ რომ წინ გვაქვს 6 წლის გამოცდილება როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ანაკლიაში პორტი არ აშენდეს ამიტომ მე ჩემი პირველი პრობლემა არის იმაში რომ მიზნა ივანიშვილი წარმატებით ასრულებს ამ ყველაზე მთავარ გეოპოლიტიკურ ამოცანას მოსკოვისთვის საქართველოში რომ ანაკლია არ აშენდეს ეს პირველი მეორე თქვათ ერთი წამით გავაკეთოთ დაშვება რომ ამჯერად ამ ეტაპზე სერიოზული არის ეს გადაწყვეტილება და ნამდვილად აპირებენ ესე რა მივიღეთ ნაცვლად იმისა რომ საქართველოში შემოსულიყო ახალი ფული ინვესტიცია დაახლოებით 650 მილიონ დოლარზე არის საუბარი დასაწყისში როგორც პირველად ინვესტიციაზე 650 მილიონ დოლარ ფულზე რომელიც როგორც ინვესტიცია უნდა შემოსულიყო ქვეყანაში ამის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ გვითხრა და თან შეეცადა რომ ეს ამითი რაღაცა ბედნიერებიც დავრჩენილიყავით რომ იცით რა არავინ აქ ფულს არ ჩადებს ამიტომ ჩვენ გადასახადის გადამხდელებმა უნდა გავიღოთ ეს ხარჯი ანუ ახალი ფული ქვეყანაში არ შემოვა შესაბამისად ამით ის დიდი ეკონომიკური ბუსტი რომელიც ანაკლიიდან იყო მოსალოდნელი არ იქნება მესამე პრობლემა არის ის რომ მაშინ როდესაც ეს განცხადება გაკეთდა გახსენებთ წინადადებას რომელიც თქვა ქალბატონმა ქრივიშვილმა მან თქვა რომ ჩინელებთან დაილაპარაკეს და მათთან შეთანხმებით გადაწყვიტეს რომ ამ მოდელზე უნდა გადასულიყვნენ თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ საქართველოს საკუთრებაში უნდა დარჩეს ეს პორტი და ჩინელებს უნდა შეუთანხმოს ლენდ-ლიზის პრინციპით უნდა ისარგებლოს ხო რა შუაში არიან ჩინელები რაზე მოელაპარაკენ რა იყო საუბრის თემა რა შეთანხმება შედგა მათთან ერთადერთ საკითხზე შეიძლებოდა რომ შემდგარიყო შეთანხმება ერთადერთ საკითხზე რა თქმა უნდა საქართველოს ანაკლიის ფული არ აქვს საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს სუფთა цаრიელი 650 მილიონი რომელსაც ახლა დახარჯავს ანაკლიაში თეორიულ დაშვებას თუ გავაკეთებთ რომ ისინი რეალურად აპირებენ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მოქმედების დაწყებას ეს ნიშნავს რომ მათ დაჭირდებათ ფული რომელიც უნდა ისესხონ ამასობაში მაინც და მაინც დიდი რიგი აღარ უდგას ქართულ ოცნებას განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში მსესხებლების რომლებიც მზად არიან რომ რისკი გაწიონ და საქართველოს მისცენ ეს ფული და ამხელა ფინანსური რესურსი ერთადერთი რეალური წყარო ეს არის ჩინური ბანკები ეს არის ერთადერთი მიზეზი რაც შეიძლება დავინახოთ ამ წუთას ამ განცხადების უკან რომ ისინი ელაპარაკდნენ ჩინელებს რომ ხო აი ბოდიშს გიხდით ახლა ამერიკელები ძალიან უკაცრავად ამ ჟარგონისთვის მაგრამ ძალიან გვაწვევიან ამიტომ პორტს კი ვერ გადმოგცემთ მაგრამ სამაგეროდ თქვენგან ვისესხებთ ფულს და საბოლოო ჯამში სარგებელი მაინც თქვენი იქნება რას ნიშნავს ჩინური ბანკებისგან სესხის აღება ეს იცის ყველამ და ვინც არ იცის შეუძლია გაიგოს ორ საფათო ფაზაში შეიძლება შევიდეს თუ აქვს ინტერნეტი შეუძლია შევიდეს აიხლავე ამ წუთას დაგუგლოს და ნახოს რა ვალდებულებები მოყვება ამხელა სესხის აღებას ჩინური ბანკებისგან ყოველთვის ის არის სახელმწიფო გარანტიით დატვირთული ჩინური ბანკები ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას და იმის შემდეგ რაც სახელმწიფოები ვეღარ ახერხებენ ხოლმე ფულის გასტუმრებას მიაქვთ ყველაფერი რაც კი შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი თემა პორტის მაგალითი როდესაც პორტი წაიღეს გვაქვს ტაჯიკეთში მაგალითი როდესაც პამირის მთებში წაიღეს სტრატეგიული სიმაღლეები და მრავალი სხვა კი
გზია ძალიან გრძელია. აფრიკის მაგალითებიც. კიდევ ერთი თემა, რომელიც ლათინურ ამერიკაში საერთოდ კატასტროფა აკეთებდა. კი ბატონო, ამ საკითხს მინდა მივაბა, ეს არის რაგველის ზამთარში ელექტროენერგიის თვალსაზრისით. თქვენ იცით რომ ბოლო 10 დღეში სამჯერ გაითიშა პრაქტიკულად დიდი კოლაფსი მოხდა საქართველოს ენერგოსისტემაში. თავი ვალდებულად არავინ ჩათვალა საქართველოს მოსახლეობისთვის აეხსნა რა მოხდა, რატომ მოხდა. მესამე გათიშვაზე საერთოდ თქვენს რომ ეს იყო ექსპერიმენტი და არავინ გააფრთხილეს მათ შორის არც საავადმყოფოები, არც ვიცით რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგა რისკის ქვეშ ამ გაუფრთხილებლობის გამო. იყო თუ არა ექსპერიმენტი, ისიც არ ვიცით ბოლომდე და ახლა ამბობენ რომ უნდა ავაშენოთ ჰესები და მოვიწვიოთ ინვესტორები. ვინ შეიძლება ინვესტორის სახით შემოვიდეს ამ ყველაფრის მერე, რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ საქართველოში და არის თუ არა ეს ჩინეთის ექსპანსიის, ეკონომიკური ექსპანსიის, რომელიც პირდაპირ მიბმულია რუსეთის ინტერესებთან მორიგი ნაბიჯები. ხო, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ გვაქვს ორი ძალიან კონკრეტული ამბავი, რომლითაც შეგვიძლია ამ წუთას ეს ვარაუდი გავამყაროთ. პირველი, ეს გახლავთ ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიული შეთანხმებებთან სტრატეგიული პარტნიორობის განაცხადის გაკეთების დღეს გაკეთებული განცხადება Huawei-ში იყო ის სტუმრად, სადაც მან პირდაპირ გაუკეთა შეთავაზება ჩინელ ბიზნესმენებს საქართველოში ჰესებში ინვესტირების ჰესების პროექტების არა ინვესტიციებზე არც იყო ესე პირდაპირ კი რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ინვესტიციაც მოყვება ამას მაგრამ საუბარი იყო გადაცემაზე საქართველოში ჰესების გადაცემასთან დაკავშირებით და ნუ აი შესაბამისად მე იმათი პატრონობით ელექტროენერგიის წარმოებაზე და მე ამის შემდეგ უკვე 1-2 წლის შემდეგ აი ეხლა ხანს როდესაც ბატონი კობახიძე იმყოფებოდა ჩინეთში სიმართლე გითხრათ ზუსტად არ მახსოვს ის იყო ჩინეთში თუ პირიქით თბილისში იყო ვიზიტი მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა ორივე იყო სხვათა შორის მაღალჩინოსნები იყო ეს განცხადება როდის გაკეთდა ეს არ მახსოვს თორე ისე ორივე იყო რა თქმა უნდა ღარიბაშვილის შემთხვევაში ზუსტად მახსოვს ეს განცხადება გაკეთდა სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის დღეს და Huawei-ში მისი ვიზიტის დროს სადაც ჰქონდა ძალიან გრძელი გამოსვლა და იქ ისაუბრა ამის შესახებ იქ ილაპარაკა სამი ძირითადი ამბავი თქვა მან თქვა რომ ზადარიან ჩინელებს გადასცენ ანაკლიის პორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ჰესები. ეს იყო დაპირება, რომელიც მან გასცა მაშინ იქ. იმის შემდეგ ამაზე საუბარი აღარ ყოფილა და აი ახლა ბოლოს უკვე რომელიღაცა შეხვედრის დროს ან პეკინში ან თბილისში არ მახსოვს ზუსტად კობახიძემ ზუსტად იგივე გაიმეორა. ამას შემდეგ მოყვა ქრივიშვილის ვიზიტი პეკინში, სადაც ქრივიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ამბავი იყო რამოდენიმე ვიზიტი ქალბატონი თურნავასი და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, სადაც ამაყად გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ ჩინურ ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა რაზე ესე დეტალურად და კონკრეტულად არ უთქვამს. ამასობაში ვნახეთ ჩვენ Liberty ბანკის გაყიდვა ჩინურ ბანკზე, ანუ საქართველოს მესამე ყველაზე დიდი ბანკი გადავიდა ჩინელების ხელში, ოღონდ ეს რომ მესამე ყველაზე დიდი ბანკია, თავისთავად არაფერს არ ამბობს მისი მესამეობის შესახებ, იმიტომ რომ სინამდვილეში ფუნქციიდან გამომდინარე ის ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკია ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რაოდენობის მომხმარებელი ყავს და აკუმულირებულია უზარმაზარი მონაცემები, როგორც ჩვეულებრივი პენსიონერების, ასევე საქართველოში ოდესმე ვინმე პარლამენტის წევრი თუ ყოფილა, გენერალი თუ ყოფილა და ამ შემდეგ, ანუ ვისაც სახელმწიფო დახმარებას ვინც იღებს. მათ შორის ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანის მონაცემები ასევე შენახული არის Liberty ბანკში, იმიტომ რომ ყველა ამ სამსახურებრივ პენსიას ასევე იღებს Liberty ბანკში. ანუ მათ შესახებ ინფორმაციას ფლობს ბანკი და შესაბამისად ჩინური კომპანია. კი ბატონო. და ამასობაში ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ჩინეთში 2017 წელს მიიღეს კანონი, რომლის შედეგადაც ყველა ნებისმიერი ჩინური კომპანია ვალდებულია სახელმწიფოსგან მოთხოვნის შემთხვევაში მას გადასცეს ინფორმაცია. თქვენი მაყურებლისთვის ძალიან გასაგებად რომ ვთქვათ, ყველაზე მარტივი მაგალითით, აი ესე უცებრო მიხვდება პრობლემა სად არის, იმიტომ რომ საქართველოს ხშირად კითხავენ ხოლმე ამ კითხვას, რომ აი რა სჭირდებათ ახლა ჩინელებს ჩვენი პირადი მონაცემები და აქვს ამ კითხვას ძალიან ლოგიკური მიზეზი და დასაბუთება. ოღონდ უცებ გეტყვით ერთ წუთში მაგალითს, რომელიც მოხდა სულ რამოდენიმე ხნის წინ, ჩვენს თვალწინ, რაზეც წერს მთელი მსოფლიო და რამაც გამოიწვია ერთ-ერთი დიდი ტალღა სანქციების ჩინური კომპანიების წინააღმდეგ,
ეს მოხდა უკრაინაში. როდესაც აი ესე ზუსტად რა სჭირდებათ ჩინელებს ჩვენს შესახებ მონაცემები, ალბათ ფიქრობდნენ უკრაინელები და ერთ დღეს ეს მონაცემები ჩინელებმა გადასცეს რუსებს. გადასცეს ყველა სათვალთვალო კამერის მონაცემები, რომელიც უკრაინაში არის, ჩინური სათვალთვალო კამერები, რომელიც უკრაინაშია დაყენებული და სხვა ყველა მონაცემი, რაც კი მოითხოვა რუსეთმა მათგან. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოში არსებული სათვალთვალო კამერებიც ჩინური კომპანიებისგან არის შეძენილი. ზუსტად და სწორედ ეს უნდა მეთქვა, რომ გადმოვთარგმნოთ საქართველოზე, უკვე თავდაცვის სამინისტროშიც როგორც მე მითხრეს, ამის დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ როგორც მითხრეს, თავდაცვის სამინისტროშიც კი დგას უკვე ჩინური კამერები. აღარაფერს ვამბობ რუსთაველის გამზირზე და თელ დანარჩენ ქვეყანაში საჯარო სივრცეები მთლიანად აღჭურვილი არის და თან როგორი კომპანიების იცით? აი თითქოს სპეციალურად არჩევს საქართველოს ხელისუფლება. თითქოს სპეციალურად აკეთებს. უამრავი კომპანია ჩინეთში, რომელიც ტექნოლოგიებზე მუშაობს და მათ შორის სათვალთვალო კამერები აქვს. საქართველოში ყველა კამერა, რომელიც ჩინური წარმოების არის სანქცირებული ზუსტად უკრაინელებთან დაკავშირებით, უკრაინის ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით სანქცირებული ჩინური კომპანიის კამერები დგას საქართველოში. აი ზუსტად იმ კომპანიის მილიონი კომპანიიდან ამოარჩიეს ის, რომელიც ყველაზე უფრო მაღალი საფრთხის და თან უკვე დადასტურებული საფრთხის მატარებელი იყო და მასთან დადეს ხელშეკრულება. ნუ წარმოუდგენელია აბსოლუტურად, როდესაც აანალიზებს გაანალიზება, რა ვიცი. აი ამ პრობლემას. ძალიან მძიმედ გასაანალიზებელია იმ ინფორმაციების ერთობლიობა, რაზეც თქვენ ახლა ჩვენს ეთერში საუბრობთ. და ბოლოს კითხავთ, უნდა დავასრულოთ. რა შეხედავთ, როცა სახელმწიფო ტოტალიტარიზმს ღალატს, რა ვიცი, ქვეყნის ჩაბარებას ასე აქვიტკირებს სახელმწიფო საფუძველში, რა შეხედავთ თქვენ გამოსავალს? ხო, ერთადერთი იმედი, სადაც არის და რაზეც ყველანი ალბათ ჩამღაუჭებული ვართ, ეს არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საოცარი მედეგობა აჩვენა ამ ყველაფრის მიუხედავად. რამდენ ხანს გაძლებს, ეს არ ვიცი. იმიტომ რომ აი ეს წალღა, რომელიც დემაგოგიის, დეზინფორმაციის, ტყუილის, რუსული არ ვიცი, კარგი სიტყვები არ მომდის თავში. რუსების მიერ ქართველების ტვინების, გულების მონოპოლიის მცდელობის ტალღა, რომელიც ქართული ოცნების ხელით იმართება, ძალიან მძლავრია. ცუნამივით მოდის. და ამიტომ არ ვიცი, რამდენ ხანს გაუძლებს ქართველების მედეგობა ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი რაც გვაქვს არის ეს. რომ ხალხი, ქართველი ხალხი. გულწრფელად და იცით კიდევ რა, ის რომ რუსული ტანკები დგას საქართველოში. და ის რუსული დროშა, რომელიც გორის ტრასაზე რომ მოძრაობთ კარგამინში რომ ჩანს, სავარაუდოდ შესაძლოა იყოს ყველაზე მთავარი ხსნა ჩვენთვის რაღაც გაგებით, იმიტომ რომ ის მუდმივი გახსენების, მუდმივად არ დავიწყების სიგნალებს გვაძლევს, სად არის უბედურება და საიდან მოდის უბედურება. რას უნდა ვებრძოდეთ და რის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ. ყობახიძის ლოგიკით, სწორედ ეს არის ხსნა თურმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, თორემ არსებობს თურმე კარგი მტერი და უარესი და უარეს მტერში ყობახიძე და ქართული ოცნება დასავლეთს აიგებს ახლა და კარგ მტრად გუშინდელი საუბრები, ტექსტები იყო წარმოუდგენელი, მართლა გეუბნებით, რომ ჩემთვის ადამიანისთვის, რომელიცაც ეს თემები პროფესიულადაც მაინტერესებს, არა მარტო როგორც მოქალაქეს და ამიტომ რაღაცა სულ მიუყვები ხო, ყველაფერ ამას იძულებული ვარ ვისმინო, საკუთარ თავს აჯობეს. ესეთი მასირებული სიბეცე და აი თვითონ უყვართ ამ სიტყვის გამოყენება, კლასიკური დადასტურება უსამშობლო პოლიტიკოსობის, მე საქართველოში არ მინახავს მათგანაც კი, გავითვალისწინოთ, რომ მასიურად შემოგთავაზეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მთელი კამპანია რუსოფობიის წინააღმდეგ მიმართული, წერილები წერეს, ფილოსოფოსებს აწერინეს და ნუ მოკლედ ლამის ყველას, ვისაც ბრაზი გვაქვს რუსეთის მიმართ, ციხით დაგვემუქრნენ. კი, და გუშინ კალაძემ ხო დააგვირგვინა მე ეს, როდესაც გითხრა, რომ ეს რუსოფობია კი არ არსებობს, რუსების მიმართო რამე უარყოფითი სენტიმენტები სინამდვილეში კი არ არსებობსო, ესო ვიღაცების მოგონილი კამპანიის შედეგიაო, ნუ არ ვიცი.
და ომიც იმიტომ მოხდაო, საქართველოს ომი იმიტომ დაიწყო საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ რუსების ავტორიტეტი შეელახა მსოფლიოშიო. ანუ მართლა ვერ ხვდები. ვერ მოვახერხეთ, ხო გახსოვთ ეს არ დაგავიწყოთ, ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვახერხეთ და მე ზელინსკი ჩავაბით ამ საქმეში. მე მგონი ეგეც ჩვენი ბრალია, ჩვენ ხო, სასაცილო არ არის, მაგრამ შეუძლებელია არ გაგეცინოს ამდენ სისულელეზე, რასაც ისინი კადრულობენ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ თინა. სამწუხაროდ სისულელე არ არის ეს ყველაფერი, ძალიან ვნებს და ძალიან მძიმე შედეგები აქვს ერთის მხრივ სახელმწიფოსთვის, მაგრამ ასევე მე მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ყოველდღიურობისთვის. როგორი არის ამ ასე ცხოვრება, აი ამ ყველაფრის ყურება. არ ვიცი. მართლა რთულია თქვენ რაღაცა არ მოქმედებს ადამიანებზე გრძელვადიანად რაღაც შედეგებს არ ტოვებს, მე მგონი კი, იმიტომ რომ აი ეს ზიზღის, სიძულვილის დაპირისპირების, მუდმივი მუქარის, როგორ შეიძლება რომ არ მოქმედებდეს ადამიანებზე, სულ რომ ძალიან აპოლიტიკური და ნეიტრალური და არაფერში კავშირში არ იყო, ყოველდღე ტელევიზორიდან რომ გესმის შენი ხელისუფლება, ერთადერთი ენა, რომელსაც იყენებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არის მუქარის, პროკურატურით, პოლიციით, სასამართლოთი, ციხით დამორჩილების ენა. სხვა ენა ქართულ ოცნებას საკუთარ მოქალაქეებთან სასაუბროდ აღარ აქვს. მარტო ლაპარაკობს პროკურატურით, გამოძიებით, ციხით. და ტოტალიტარიზმი ეს არის, სხვა კი არაფერი. ნამდვილად ზუსტად. ძალიან ხშირად ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ ზუსტად ეს არის ორუელისეული სამყარო, რომელიც ექსპერიმენტშიც გვიწევს ახლა ცხოვრება და ამას ვხედავთ ჩვენ ხელოვნურად ყოველდღიურად. კაპიტან თენ, ძალიან დიდი მადლობა, მადლობა ჩართვისთვის.